საღამო მშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით ყველას, მომიტევეთ დღევანდელი შეცდომისთვის და გამოვასწორე, შეგიძლიათ იხილოთ პასუხი დღევანდელი საჯარო გაშლის. ეხლა მოვედით თქვენთან, რაც ამოვა იმის და მიხედვით ახალი საჯარო გაშლისთვის მოვემზადოთ ჩემო ძვირფასებო და ეს არის ბედის ბორბალი. ჩვენი დღევანდელი თემა იქნება ბედის ბორბალი და ნახოთ ეხლა რას გვეტყვის ამასთან დაკავშირებით კარტი. დასხედით, მოეწყვეთ, განეწყვეთ და მე დავიწყებ ეხლა თქვენი ენერგიებით, თუ რა ენერგიებში იმყოფებით თქვენ ეხლა და ვინ ხართ თქვენ. ეხლა ვინც მე მიყურებთ. თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც სამოგზაუროდ წასვლა უყვართ, მოგზაურობა უყვართ, დედამიწის გარშემო, უყვართ სიახლეები. თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც მუხლჩახრილი შრომობს. თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც ეხლა ძალიან დაღლილები ხართ და ძალა გამოლეულები ხართ, თუმცა ძალიან ბევრს შრომობთ, ჩემო ძვირფასებო. ძალიან ბევრი პრობლემები გაქვთ, მოსაგვარებელი, თუმცა ბალანსის შენარჩუნებას მაინც ცდილობთ. გამოუვალი მდგომარეობიდან გამოსვლას ახერხებთ და გამოუვალი სიტუაციიდან წასვლასაც ახერხებთ, ჩემო ძვირფასებო. ამავე დროს ხართ, როგორც იტყვიან, манипуляტორებიც. კიდევ ვინ ხართ თქვენ? თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც ეხლა ბევრი თქვენთაგანი იმყოფება ტყუილებში და სამკუთხედებში, ჩემო მეგობრებო, ძალიან ბევრი ტყუილებია თქვენ ცხოვრებაში და ძალიან ბევრი ბრძოლები გაქვთ ამასთან დაკავშირებით. ხართ ეხლა გადართული ფინანსებზე და გინდათ რომ ამ ფინანსებით გამოიმუშავოთ საკუთარი თავის სიყვარული, თუმცა ამავე დროს ძალიან გაუგებრობა გაქვთ. გზადაგზა, იხედებით მომავალში და უკან არაფერზე არ იხევთ. ესეთია თქვენი მოკლე დახასიათება თქვენი ენერგიების. მე კი ეხლა თუ კი ემთხვევა თქვენ საჯარო თქვენს დახასიათებას, ჩემო ძვირფასებო, გააგრძელეთ ყურება. მომიტევეთ დაბნეულობისთვის და დავიწყოთ ეხლა. ბედის ბორბალი, ბედის ბორბალი და მოკლედ ბედი, რას გიმზადებთ ბედის წერა? ესეთია დღევანდელი ჩვენი თემა, რას გიმზადებთ ბედის წერა, ჩემო ძვირფასებო და დავიწყოთ. ორი ბედის ბორბალი, ჩემო ძვირფასებო და ბედი იმას გიმზადებთ, რომ დადგებით, წუთი წუთზე, წამი წამზე, დადგებით გადაწყვეტილების წინაშე და ქვემოდან არის სამკუთხედების კარტი და თქვენ გადაწყვიტავთ, დატოვოთ თუ არა წარსული, წახვიდეთ თუ არა წინ, ძველი თუ ახალი, ძველი პარტნიორი თუ ახალი, თქვენ დადგებით გადაწყვეტილების წინაშე და თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, რომელი აირჩიოთ. მე უფრო ვთვლი, მეგობრებო, იმას, რომ თქვენ უკვე გადაწყვიტავთ, რომ წარსული გაუშვათ, დაცილდეთ ამ ყველაფერს, გაუშვათ წარსული და ახალი პარტნიორით, ახალი ცხოვრებით, სიახლეებით შეუდგებით თქვენ ცხოვრებას, ჩემო მეგობრებო, ესეთი გადაწყვეტილების წინაშე დადგებით, ან უკვე გახართ და ამომივარდა გამარჯვების კარტი და ზუსტად ეს არის ის გამარჯვება, მეგობრებო, რაზეც თქვენ იმუშავეთ, ეს ყველაფერი მიგიყვანთ გამარჯვებამდე. თქვენი ახალი პარტნიორი და თქვენი ცხოვრების ბედი, რომელსაც გადაწყვიტავთ, ჩემო ძვირფასებო და ამ ყველაფერში სამყარო დაგეხმარებათ, არ ინერვიულოთ. თქვენ სწორი არჩევანის გაკეთებაში სამყარო დაგეხმარებათ, ჩემო ძვირფასებო. იცოდეთ, რომ უფალი და სამყარო თქვენს გვერდით არის და თქვენ შეცდომის უფლებას არ მოგცემთ. ასე რომ მშვიდად იყავით. კიდევ თქვენი ბედის ბორბალი, თქვენი სიმშვიდეც, ჩემო მეგობრებო, ამიტომ მიყვარს. თქვენ ყველაფერს დატოვებთ უკან, თქვენ მოკლედ ამ ყველაფრის ამდენი ბრძოლის შემდეგ, მეგობრებო, ამოისუნთქებთ, დაისვენებთ. ეს არის თქვენი საჩუქარი, რომ თქვენ ცხოვრებაში შემოდის ადამიანი, სტაბილური ადამიანი, თავისი ფინანსებით, თავისი წარმატებებით, თავისი გამოცდილებით. ეს ყველაფერი მოულოდნელი იქნება, ან არის უკვე თქვენთვის, ეს იქნება მოულოდნელი თქვენთვის, ჩემო ძვირფასებო, ნახეთ რა კარტებია.
ძალიან მიყვარს, მოულოდნელია ეს ყველაფერი თქვენთვის. ეს ყველაფერი იქნება შოკის მომგვრელი თქვენთვის, ან უკვე არის წუთი წუთზე ჩემო ძვირფასებო, ძალიან მიხარია ეხლანდელი საჯარო კაშლა. თქვენ ამისთვის ძალიან ბევრი იბრძოლეთ, ვინ რაში ხარჯავდით ამ ენერგიას, რომ ამ ყველაფრისთვის მიგეღწიათ. ეს იყო თქვენთვის ღამის უძილობის პროცესი, რაზეც ამდენს ნერვიულობდით იმაზე, რომ აქამდე მისულიყავით და დაგესვენათ ამ ყველაფრიდან. აი, შურს თქვენი ენერგიის, კეთილი შურით, ჩემო ძვირფასებო, გაოგნებული ვარ თქვენი ამდენი შრომით. ძალიან მოხარული ვარ, რომ თქვენ ამდენი შეძელით. ამ პაუზებიდან გამოდიხართ და გადადიხართ სტაბილურობაში. ეს არის თქვენი მიღწევები, თქვენი კეთილგონიერება, თქვენი სიფრთხილე, თქვენი წინდახედულება, ჩემო ძვირფასებო, რაც მოგიტანთ ცხოვრების ძალიან დიდ სტაბილურობას. ის რომ წარმატებისკენ მიდიხართ. თუ კი რაიმე მოლაპარაკება გსურთ, მოილაპარაკებთ. ეს შეიძლება შეეხებოდეს ყველაფერს, იმას, რაზეც აქამდე ოცნებობდით და ფიქრობდით, რაშიც გამოსავალს ეძებდით, განდეგილის პოზიციაში, ჩემო ძვირფასებო, და ძალიან რთული იყო ეს თქვენთვის. ეს იყო ნავით თუ ტივით ცურვა, აი იმ გაუგებრობაში, რაც გქონდათ, ჩემო ძვირფასებო. მოერგეთ თქვენ სიტუაციას, რა სირთულეებიც გაიარეთ, იმაზე ვსაუბრობ მეგობრებო. აი, თქვენი ბედის ბორბალი ზუსტად დატრიალდა და დატრიალდება, მეგობრებო, ცვივა კარტები. ეს არის თქვენი ცხოვრების წინხედვა, იმ გაუგებრობიდან და იმ სამკუთხედებიდან გამოდიხართ, დამთავრდა თქვენი პრობლემები და დამთავრდა თქვენი წარუმატებლობა. კიდევ რა არის ბედის ბორბალი? ის რომ თქვენ ძალიან დიდ ძალას გრძნობთ უკვე, აი რა გავაკეთო, ქურუმი ადამიანები გახდით, უჭკვიანესები, სულიერად მაღალ ვიბრაციებში ხართ, ჩემო მეგობრებო, მოგიტანთ ეს ძალიან დიდ სიყვარულს, ბარაქას, თქვენი სურვილების ასრულებას, ბევრ შემოთავაზებას ცხოვრებაში, რაც აქამდე გაკლდათ, აი, რაც თქვენ ცხოვრებაში манипуляციები იყო, ჩემო ძვირფასებო, ეს მოვა უკვე ბალანსში, თქვენი ცხოვრება მოვა ბალანსში, ეს რა არის? კვერთხების პაჟი და უყურეთ მეგობრებო, რისი თქმა მინდა, თუ კი თქვენ ცხოვრებაში იყო ადამიანი და ბავშვური საქციელები ქონდა, ეხლა ეს ადამიანი გადადის კვერთხების პაჟში და გადადის ბრძოლის უნარიანობაში. თუ კი თქვენ გსურთ წარსული პარტნიორის დაბრუნება და თქვენ ხართ მზად რომ მიიღოთ ეს ადამიანი, არ ვიცი ეს თქვენი გადასაწყვეტია, რას გადაწყვიტავთ, მაგრამ ეს ადამიანი ძალიან ბევრს იბრძოლებს და მოდის თქვენთან სიყვარულით. ძალიან ბევრი დამიწერს, ეხლა მე არ ვღებულობ წარსულს, რადგან ასე იყო და ისე იყო და ცუდად იქცეოდა. ეს თქვენი გადასაწყვეტია, მეგობრებო, ასე რომ ძალიან ცუდადაა თქვენი წარსული პარტნიორი, ამიტომ მოისურვებთ დაბრუნებას და მუშაობას ამ ურთიერთობაზე, თუმცა თქვენი გადასაწყვეტი იქნება, მიიღებთ თუ არა. ყოველ შემთხვევაში თქვენი ბედის ბორბალი უკვე დატრიალდა და თქვენ გადაწყვიტავთ, თქვენ აუცილებლად დადგებით გადაწყვეტილების წინაშე და თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, რა გააკეთოთ თქვენ ამის უფლებას ვერავინ ვერ ჩამოგართმევთ, მეგობრებო. კიდევ ბევრი ტყუილები იყო, ძალიან ბევრი ტყუილები იყო, ძალიან ბევრი ნეგატივები იყო თქვენ ცხოვრებაში, ამიტომ ეს ყველაფერი დასრულდა და ახალი ცხოვრება იწყება. და იმ ძნელი სიტუაციიდან გადადიხართ უკვე ძლიერ მეგობრებო და რა ქვია რა დავარქვა, პასუხისმგებლობაში, მოდი ასე ვიტყოდი. მიდიხართ უკვე ამ გაუგებრობიდან და უკვე გამოინათა და გამოანათებს თქვენ ცხოვრებაში. კარგი, კიდევ 1-2 კარტი. თქვენ გახდებით თქვენი ცხოვრების და თქვენი ცხოვრების ბატონ პატრონები და მოულოდნელად დასრულდა ეს ყველაფერი და გადიხართ ამ ყველაფრიდან, ჩემო ძვირფასებო. სამართლიანობა იზეიმებს და ეს არის თქვენი ტრანსფორმაციის დასასრული თუ დასაწყისი, როგორც გინდათ ის დაარქვით და განულება სიტუაციის და აი სიყვარული შემოდის თქვენ ცხოვრებაში. დამთავრდა წარსული ცხოვრება, ჩემო ძვირფასებო, აი თქვენი სიმშვიდეც. მოდი აქვე დავამთავრებ ამ ყველაფერს. ესეც თქვენი ბედის ბორბალი, ჩემო ძვირფასებო, ასე რომ ამ ყველაფერს გულით გისურვებთ და გელოდებით კომენტარებში აბა დროებით.